სანამ დავიწყებთ საუბარს, გთხოვთ მირთვით წყალი მთის, რომელიც არ შეიცავს ბრომატს. ბატონო ირაკლი, ჩვენი გადაცემის ძირითადი ფორმატი ემსახურება ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის გარკვეული სამედიცინო ინფორმაციის მიწოდებას. მაგრამ არის ისეთი თემები, რომელიც ეხება უშუალოდ სამედიცინო პერსონალს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ნინა, რა თქმა უნდა, სამედიცინო განათლებაზე. თანაც უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე ჩვენ გავშლით ამ თემას, რა არის კრედიტ საათები, კრედიტ ქულები და ასე შემდეგ. და მოდი ჩვენს ტელემაყურებელს უთხრათ, ირიბად როგორ ეხმარება ეს ყველაფერი ჩვენს მოსახლეობას. რატომ არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ექიმის უწყვეტი სამედიცინო განათლება და რატომ აიღო სახელმწიფომ თავის თავზე ეს აუცილებლობა. ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, უწყვეტი სამედიცინო განათლება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ზოგადად სამედიცინო პრაქტიკაში. ეს გავრცელებულია დასავლეთის ქვეყნებშიც, ამერიკაშიც, ისრაელშიც, კანადაშიც და ცივილიზებულ სამყაროში, ასე ვთქვათ, და ეს ემსახურება ფაქტს, რომ ექიმი იყოს ყოველთვის გადამზადებული. ვინაიდან და რადგანაც სამედიცინო პრაქტიკა უშუალოდ პაციენტთან მკურნალობას, რასაც ვეძახით, ძალიან დინამიური პროცესია და ძალიან სწრაფად იცვლება. თქვენც ხართ ამის მომსწრე, გაიდლაინი, რომელიც თქვათ 1 წლის წინ იყო აღიარებული, დღეს უკვე გადაიხედა და აბსოლუტური სხვა მიდგომით უწევთ ექიმებს პაციენტებთან მუშაობა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამა იყოს ფართოდ წარმოდგენილი. დიახ, 2 წლის წინ თუ არ ვცდები, სახელმწიფომ აიღო ეს თავის თავზე ეს როლი, გამოსცა დადგენილება, სადაც დღესდღეობით უკვე ყველა ექიმს ევალება, რომ წლის განმავლობაში გაიაროს გადამზადება და დააგროს უწყვეტი სამედიცინო განათლების ქულები. რაც რა თქმა უნდა პოზიტიურად აისახება საბოლოო ჯამში უშუალოდ სამედიცინო პრაქტიკის განხორციელების დროს. რა შემიძლია ვთქვა, ძალიან კარგად არის ჩვენს ქვეყანაში გაწერილი ეს სამედიცინო ტრენინგების პროგრამა, იმიტომ რომ სავარაუდოდ კარგად იმუშავა ჯგუფმა, ვინც ამას აკეთებდა. აღებულია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები, ძირითადი 10 ძალიან საინტერესო მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საკითხები ანესთეზიოლოგია, რეანიმატოლოგიის მიმართულებით შემიძლია ვთქვა, რომლითაც ძალიან ბევრი პაციენტი რთულდება და გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი მაღალი არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელ მსოფლიოში. როგორც არის მაგალითად მულტიორგანული უკმარისობა, თავის ტვინის ტრაუმული დაზიანება, სეპსისი და სეპტიური შოკი, ვოლემიური დარღვევები, წყალმარილოვანი ცვლის მოშლა, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეს არის ჩამონათვალი, რასაც ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია, რასაც ჩვენი, ასე ვთქვათ, სახელმწიფო ავალდებულებს ყველა ექიმს, რეანიმატოლოგ, ანესთეზიოლოგს წელიწადში ერთხელ ამ რომელიმე ტრენინგიდან 30 ქულა დააგროს. და რა თქმა უნდა, ეხლა მოგეხსენებათ, რაც ჩამოვთვალეთ, ეს არის სერიოზული დარღვევები და გამოირჩევიან მაღალი გარდაცვალებით, როგორც ვახსენე, მნიშვნელოვანია, რომ ექიმი იყოს ინფორმირებული ყველა სიახლესთან კონდეს ცდომა, რაც ასე ვთქვათ, ყოველდღიურად იცვლება სამედიცინო პრაქტიკაში. საიდან იღებს თქვენი სკოლა აკადემია ამ თანამედროვე ინფორმაციებს, რა არის წყარო, როგორ ხდება მისი გადამოწმება, რამდენად სწორია ეს ყველაფერი, რამდენად მართებულია, რამდენად არის კორელაციაში ყველა თანამედროვე გაიდლაინებთან, არის თუ არა მაკონტროლებელი, თქვა, თუნდაც თქვენ შემთხვევაში ვისთან წარადგენთ აი ამ თქვენ პროგრამებს და როდის გამოჩნდება თქვენის აზრით აი ეს შედეგები, რასაც აი ამ სწორ მუდმივ უწყვეტ განათლებას მოაქვს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს ტრენინგები, უწყვეტი სამედიცინო განათლების ტრენინგები ყველა მიმართულებით, ჩემი აკადემია ამას ახორციელებს არა მარტო მხოლოდ რეანიმატოლოგ ანესთეზიოლოგებისთვის, აბსოლუტურად სხვა ასე ვთქვათ, მიმართულების ექიმებისთვის, როგორც არის ქირურგია, თერაპია, კარდიოლოგია, მინდა ვთქვა, რომ ასევე საშუალო პერსონალისთვისაც ვიცი, რომ აწარმოებთ. აბსოლუტურად თავისუფალია ყოველგვარი ინტერესთა კონფლიქტისგან, ჩვენ არ ყავს არანაირი დაფინანსებული წყარო, აკრძალულიც არის, რომ რომელიმე პრეპარატი ან რომელიმე კომპანია, ასე ვთქვათ, გავარემოკლოთ, გავარეკლამოთ და ან გავაპიაროთ ჩვენს ტრენინგებში.
ეხლა რაც შეეხება ტრენინგების სანდოობას და მათ გადამოწმებას. პირველ რიგში ეს რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. სანამ უშუალოდ ტრენინგი მიიღებს აკრედიტაციას, ჩვენ ვაგზავნით გარკვეულ დოკუმენტაციას, სადაც არის ჩამონათვალი თუ სტრუქტურა მთლიანად ტრენინგის, საათობრივად გაწერილი, ასევე პრეზენტაციაც იგზავნება და იქ მოწმდება ეს რამდენად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გაიდლაინებს. პრაქტიკულად, რასაც მე ვაკეთებ, ძალიან აქტიურად ვიყენებ ხელოვნურ ინტელექტს და უამრავი ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები არსებობს უშუალოდ კონკრეტულად სამედიცინო სფეროსთვის და რეალურად ძალიან სარწმუნო წყაროები აქვთ და პირდაპირ რეფერენსებს უთითებენ, საიდან მოაქვს ის ინფორმაცია, რომელსაც გაწვდის და მინდა ვთქვა, რომ ძალიან მეხმარება. საყოველთაოდ ცნობილი up-to-date, ეგრეთ წოდებული ყველაზე ერთ-ერთი ცნობილი პლატფორმა, სადაც ყველა გაიდლაინი და პროტოკოლია და ასევე რა თქმა უნდა კონკრეტულ საკითხებს აქვს თავისი, ასე ვთქვათ, გაიდლაინები და პროტოკოლები, რომლებიც იწერება შესაბამისი ასოციაციების და საზოგადოებების მიერ. მაგალითად, სეპსისის ტრენინგი უპრიანია დამზადდეს არსებობს ესეთი პლატფორმა სეპსისის გადარჩენის კამპანია, რომელიც 20 წელზე მეტია უკვე, ასე ვთქვათ, არსებობს და ყოველწლიურად ისინი ანახლებენ გაიდლაინებს, რეკომენდაციებს. ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე არსებობს ARDS ნეტი ეგეთი, ასე ვთქვათ, საზოგადოება, რომელიც ასევე გვაწვდის უახლეს ინფორმაციას და ასე შემდეგ. ბატონო ირაკლი, ძალიან საინტერესოა მივაწოდოთ ჩვენს კოლეგებს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ეს თბილისში ტარდება ეს ტრენინგები, თუ გაქვთ ასევე გასვლითი რაღაც ღონისძიებები, სადაც შეუძლიათ ჩაეწერონ ამა თუ იმ ტრენინგზე ჩვენს კოლეგებს. ძალიან კარგი შეკითხვა. ჩემი, ასე ვთქვათ, მიზანი, როცა მე ეს აკადემია დავაარსე, ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინ და 2 წელი აქტიურად ვეწევი ტრენინგებს. მიზანიც ეს იყო, რომ ყოფილიყო ტრენინგი ხარისხიანი და ხელმისაწვდომი. და ამას წარმატებით ვახორციელებთ და დაახლოებით ჩვენი ტრენინგების 60-70% არის რეგიონებში. ჩავდივართ სამეგრელო, ნავყოფი ვართ და აქტიურად ჩავდივართ სამეგრელოში, აჭარაში, გურიაში, კახეთში. არის კიდევ ესეთი მიდგომა, მოდით გულახდილები ვიყოთ და ვთქვათ, ხანდახან მხოლოდ და მხოლოდ ამ ქულების მოპოვების მიზნით ესწრება ისა თუ ის ექიმი, ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი, რომ ოღონდ მიიღოს ქულა. აი როგორ ხდება შეფასება? ერთი საკითხი არის მე დავესწარი, მეორე თქვენ უნდა გადამამოწმოთ თუ რამდენად ავითვისე მე ეს ყველაფერი. აი ამ კუთხით როგორ ხდება თქვენთან? ესეც ასე ვთქვათ გაწერილია დადგენილებაში, ტარდება პრეტესტი, სანამ უშუალოდ ლექცია დაიწყება და პოსტ-ტესტი, ანუ ლექციის შემდეგ და ამით აფასებ მანამდე რა ცოდნა აქვს გარკვეულ საკითხთან, ასე ვთქვათ, ექიმს და ლექციის შემდეგ ასევე ბარდება ტესტი და ვნახულობთ რა დონეზე გაიგო ესა თუ ის ლექცია, რომელიც ჩატარდა. თუმცა ამას პროცესშივე ხდება, ასე ვთქვათ, ლექტორი, რამდენად, ასე ვთქვათ, ჩართულობა რამდენად არის, ინტერაქცია რამდენად არის. ეს მაშინ არის ხოლმე, როდესაც სალექციო თემა არ არის საინტერესო. ხანდახან არის, ამიტომ ეს უფრო კონტროლის მექანიზმია დამოკიდებული, რომ როდესაც ესეთი ინფორმაცია მიდის და აკრედიტაციას ითხოვს ჯანდაცვის სამინისტრო, რომ აი ამ მიმართულების ექიმს ჭირდება ეს ზუსტად ამ კუთხით უნდა იყოს გაკონტროლებული, რამდენად იქნება ესა თუ ის სალექციო კურსი კონკრეტული ტიპის მიმართულების ექიმისთვის საინტერესო, იმიტომ რომ ერთეული ექიმები მეგულება, რომელსაც მართლა მის ინტერესია რაღაცის ცოდნა, ეს მხოლოდ ქულების გულისთვის მიდიოდეს. თუ სალექციო კურსი იქნება მართლა ნოვატორული, მართლა საჭირო და მართლა გამყარებული, ძალიან მნიშვნელოვანი ექიმისთვის საინტერესო ინფორმაციით, არ მგონია რომ მხოლოდ ქულების გულისთვის იყოს. ამიტომ ეს ორმხრივი თემა, იქიდანაც მასალა ხდება საინტერესო, ის აუცილებლად თუმცა მინიმალური შეფასება მაინც ხდება, ხო? რამდენად არის გაზრდილი დინამიკა სურველების თქვენთან მომსვლელი სტუდენტების, მსმენელების, ექიმების თქვენს აკადემიაში? ძალიან კარგი შეკითხვა. ჩვენი ლექციები უფასოა ამ ეტაპზე ყველა სტუდენტისთვის, რეზიდენტისთვის და ექთნისთვის და ამას ვაკეთებ უსასყიდლოდ.
მოგეხსენებათ ექიმებს ეს ვალდებულებაში უდევთ რომ დააგროვონ 30 კილი და რა თქმა უნდა მათთვის ეს ასე ვთქვათ ვალდებულების ნაწილია. კიდევ ერთხელ გამოვაცხადოთ. რაღაცა საკუთარი თავის პრეზენტაცია მინდა გააკეთო ბატონ ირაკლის ძალიან დიდი ბექგრაუნდი აქვს. სწავლობდა ისრაელში, იყო ძალიან წარმატებული იქაც რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი, რომელმაც თავის ერთელი ცოდნა ჩამოვიდა და ჩვენ ქვეყანაში ასე ვთქვათ დანერგა. მე არ ვიცოდი თუ უფასო იყო სტუდენტებისთვის და რეზიდენტებისთვის და აი გამოიყენეთ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რეკლამა არ არის, ზრუნავ თქვენს უფასო რაღაცა. რაც შეეხება როგორ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს რეგისტრაციის პროცესი, ასე ვთქვათ, მსმენელისთვის. არსებობს აკადემიის Facebook გვერდი, ასევე Instagram გვერდი, სადაც ხდება ამ ყველაფრის დაანონსება, რომელმაც უნდა სურვილებმა, ასე ვთქვათ, უნდა თვალყური ადევნონ. არსებობს ასევე ჯგუფები, უკვე ჯგუფები გვაქვს შექმნილი და ამ ჯგუფში არის დაახლოებით 2000-ზე მეტი ექიმი, ვინც ჩვენთან გაიარა ტრენინგი და ეს ჯგუფები, ასე ვთქვათ, WhatsApp ჯგუფის საშუალებით ჩვენ უგზავნით ამ სიახლეებს, ვავრცელებთ ასევე მესიჯების საშუალებით, საკონტაქტო ასე ვთქვათ, ნომრებზე, მეილების საშუალებით. თუმცა მაინც ყველაზე უფრო ეფექტური არის Facebook-ის საშუალებით იგებენ. ან გვაქვს ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული კორპორატიული აქტივობები, როცა კლინიკა კონკრეტული გვიკვეთავს ამ ტრენინგს და ისინი აორგანიზებენ ამ რეგისტრაციის პროცესს, ჩვენ მივდივართ. რეგიონებში მინდა ვთქვა, რომ ესე ხდება ეს ყველაფერი, არსებობს ასე ვთქვათ, ყავს მენეჯერები, ვინც აორგანიზებს, აგროვებს ასე ვთქვათ ამ მსმენელების რაოდენობას და მსმენელების რაოდენობა მაქსიმუმ შეიძლება იყოს 20 დადგენილების თანახმად და არა მეტი 20-ზე. შემდეგ ჩავდივართ და ვატარებთ ამ ტრენინგებს. არსებობს ტრენინგი, რომლებიც უშუალოდ სუფთა თეორიული ნაწილია და მათთან არანაირ კავშირში არ არის არც სამედიცინო აპარატურა, ან ტექნოლოგიები და ნუ რა თქმა უნდა არის ტრენინგები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია სამედიცინო აღჭურვილობასთან. მაგალითად, ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის ტრენინგს ვერ ჩაატარებ ისე თუ გვერდით არ გიდგას სასუნთქი აპარატი და მანუალურად არ აუხსნი ექიმს თუ როგორ შეარჩიოს რეჟიმი, როგორ მოახდინოს ამ თქვათ დაავადებების მიხედვით ამ ყველაფრის ინტერპრეტაცია. იგივე შემიძლია ვთქვა, როცა ვატარებ ტრენინგს ჰემოდინამიკა და ვოლემიური სტატუსის მართვა, რა თქმა უნდა, სასურველია რომ იყოს მონიტორიც, რომ ვაჩვენოთ თუ რა გაზომვებს ვაკეთებთ და როგორ ხდება გულის წუთმოცულობის რეგულაცია, არტერიული წნევის ნორმალიზება და ასე შემდეგ. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, გულფილტვის რეანიმაციის ტრენინგის ჩატარება მულაჟის და დეფიბრილატორის გარეშე წარმოუდგენელია და რა თქმა უნდა, მათ კომპანიები არსებობს, კომპანიები, რომლებიც ჩვენ ამ ყველაფერში გვეხმარება, გვაწვდის ამ აპარატურას, რა თქმა უნდა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ბატონო ირაკლი, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის.